დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია რესტორანაზე თარგმანით. როდესაც ადამიანზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ გარემოს განუყოფელ ნაწილზე, ამიტომ ჩვენ ყოველთვის გვახსოვს ადამიანი გავლენას ახდენს გარემოზე და ხშირ შემთხვევაში საკუთარი გავლენის შედეგი უკან უბრუნდება ბუმერანგივით. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ხილულ და უხილავ გარემოზე, ეს წონასწორობა ბევრად განსაზღვრავს ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლის ხანგრძლივობას, ცხოვრების ხარისხს, მაგრამ როდესაც გარემოს უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ და უსაფრთხო გარემოზე ვსაუბრობთ, აქაც მნიშვნელოვანია კონკრეტული ცოდნა იმისთვის, რომ ადამიანიც უფრო კომფორტულად იყოს და გარემოც მეტად იყოს დაცული. როდესაც სეზონის გათვალისწინებით ვსაუბრობთ გარემო ფაქტორებზე, არის ზოგიერთი პრობლემა, რომელიც კონკრეტულ სეზონთან მეტად არის ასოცირებული. განა იმიტომ, რომ სხვა დროს არ განვითარდება. რასაკვირველია, ამგვარი შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ თუ ჩვენ ვსაუბრობთ ზაფხულთან ასოცირებულ ზოგიერთ პარაზიტულ დაავადებაზე, ან ვსაუბრობთ ნაკბენებზე და მათთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ეს სწორედ ის დროა, როდესაც ჩვენ უნდა პროფესიონალების აზრი მოვისმინოთ და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ჩვენი გადაცემის მეგობარი, რომელიც გახლავთ პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, ექიმი პარაზიტოლოგი, მედიცინის დოქტორი ქალბატონი ირმა კოკაია. ირმა, დილამშვიდობისა, მოგბრძანეთ. მოგესალმებით. ყოველთვის გვიხარია თქვენი სტუმრობა გადაცემაში, თუმცა ზაფხულობით, როდესაც უამრავი კითხვა ხელახლა იჩენს ხოლმე თავს, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი რეკომენდაციები და კიდევ უფრო მეტად იმის გათვალისწინება, როგორ შეიძლება ბინის ოჯახის პირობებში მსგავსი საფრთხეები ავიცილოთ თავიდან, ან თუ არის ასეთი საფრთხე და დადგა ასეთი რეალობა, არ დავაყოვნოთ და დროულად მივმართოთ ექიმს და ვიცოდეთ ამის შესახებ. ზაფხული და მასთან დაკავშირებული პრობლემები. მე ვახსენე, რომ ეს არის ნაკბენები და ზოგიერთი პარაზიტული დაავადება. მოდით ცოტა უფრო დავაკონკრეტოთ ეს საკითხი. ზაფხულთან ასოცირებული საფრთხეები და ზოგადად აი წელიწადის ამ ცხელდროსთან დაკავშირებული ასოციაციები ძალიან უხეშად რო დავყოთ, იყოფა სამი ჯგუფად. ეს არის, რა თქმა უნდა, რითიც დავიწყეთ, მწერების დაკმენა და მათთან ასოცირებული როგორც ალერგიული რეაქციები, ასევე ინფექციური და პარაზიტული დაავადებები. გარდა ამისა, ეს არის კვებითი აშლობები, კვებითი ინტოქსიკაციები და კიდე ეს არის ერთი საფრთხე, რომელიც უკავშირდება უკვე მოგზაურობას და მასთან ასოცირებულ საფრთხეებს და რისკებს, ხო. ნუ ეხლა ესე ცოტა დეტალურად რო დავიწყოთ, ყველაზე ხშირად რაც გვხდება ხოლმე, ეს არის მწერებთან ასოცირებული პარაზიტული და ინფექციური დაავადებები, რომელიც ეხლა საქართველოსთვის, ეხლა იცით როგორ არის, ბევრი ასეთი დაავადება, რომელიც ეხლა სხვადასხვა ქვეყანაში შეიძლება იყოს გავრცელებული, თუმცა ჩვენთვის რეალურად ამ სეზონზე წამყვანი არის სამი, ეს არის ტკიპის ტკბენასთან ასოცირებული ლაიმის დაავადება, ანუ ბორელიოზი, როგორც მას უწოდებენ. მეორე ეს არის ვისცერული ლეიშმანიოზი, რომელიც ასევე მწერის ტკბენასთან არის ასოცირებული და ერთი არის კიდე მყინყოს ჰემორაგიული ცხელება, რომელიც ასევე ტკიპის დაკმენასთან არის ასოცირებული. ახლა აქედან ამ სამი დაავადებიდან ყველაზე ხშირად მაინც გვხვდება ლაიმის დაავადება, ანუ იგივე ბორელიოზი, თუმცა აქედანვე უნდა აღვნიშნო, რომ ყოველთვის ტკიპის კბენა არ არის ასოცირებული დაავადებასთან, იმიტომ რომ ზოგადად ტკიპის კბენასთან ასოცირებული ინფექციური თუ პარაზიტული დაავადება ვითარდება იმ შემთხვევაში, როცა თვითონ ტკიპი არის ასოცირებული. აი, ასობით ნაკბენი ტკიპიდან შეიძლება მხოლოდ ერთი ან ორი იყოს დაავადების გადამტანი და შესაბამისი რისკი იყოს ადამიანისთვის. სხვა ყველა შემთხვევაში ეს უბრალოდ არის ნაკბენი და არ ასოცირდება დაუშვათ რაღაც დამატებით პრობლემებთან. ეს ტკიპები სად უნდა აღმოჩნდეს პირისპირ ადამიანთან, უფრო სწორად, სად გვაქვს კონტაქტი ამ ტკიპებთან და რატომ შეიძლება იყოს სადღაც ნოყიერი გარემო? ყველაზე ხშირად ეს არის ბუნებაში და ეს არის დაკავშირებული აი ეს რისკების და დაკავშირებული ერთი მხრივ იმას თვითონ მწერის ბიოლოგიასთან, იმიტომ რომ როგორც წესი მწერები აქტიური არიან აი ამ ზუსტად ამ თბილ პერიოდში და მეორე ფაქტორი ეს არის თვითონ ადამიანის, იმიტომ რომ ძალიან გახშირებული ექსკურსიები, პიკნიკები, ბუნებაში გასვლა და სწორედ ბუნებაში ხდება როგორც წესი დაკმენა ამ ტკიპით ადამიანების. თუმცა შეიძლება ხა რაღაც სახლის პირობებშიც იყოს, იმიტომ რომ ისევ გარედან შემოვიტანეთ ეს ტკიპი და მასთან იყოს ასოცირებული და ძალიან ხშირია ბავშვებში, იმიტომ რომ ბავშვებს ძალიან უყვარს აი კოტრიალი მდელოზე და როგორც წესი ხა ტკიპები არ დაფრინავენ და აცოცდებიან ხოლმე და ამიტომ ძალიან ხშირად არის ტკიპის ნაკბენი ქვედა კიდურებზე.
როდესაც ნაკბენს აღმოაჩენს მშობელი ბავშვთან დაკავშირებით, მას შეიძლება კონდეს სურვილი, რომ გადაამოწმოს მაშინათვე დაავადება არის თუ არა ამ კბენის საჩუქარი. მაგრამ ეს რეალურია? ასე სწრაფად ხდება ორგანიზმში მდგომარეობის შეცვლა და თქვა თუ დაავადების გადამტანია ეს კონკრეტული ტკიპი და ბავშვი დაავადდა, მაშინათვე გამოვლინდება დაუყოვნებლივ. არა, ეს არ არის ასე მიდგომა სწორი, იმიტომ რომ ძალიან ხშირი პრაქტიკა, როდესაც დაკვენიდან მეორე დღეს მოყავთ ხოლმე და ითხოვენ რაღაცა ტესტირების ჩატარებას, თუმცა ეს ძალიან არასწორი მიდგომა, იმიტომ რომ ამ დაავადებას აქვს თავისი ინკუბაციური პერიოდი, თუ მსჯელობთ მაგალითად ლაიმის დაავადებაზე ეს არის დაახლოებით 1 თვე და ამ 1 თვის განმავლობაში ან 1 თვის შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს კლინიკური სიმპტომები. ასე რომ მეორე დღეს პაციენტის დატესტვა რეალურად უშედეგო იქნება, იმიტომ რომ როგორც წესი ანტისხეულები წარმოქმნა ეს ტესტირების საფუძველი რაც არის ხოლმე ანტისხეულების წარმოქმნა ხდება დაახლოებით 1 კვირის შემდეგ. თუმცა ის რაც მშობელმა აუცილებლად უნდა გააკეთოს, ეს არის ტკიპის აღმოჩენის შემთხვევაში ტკიპი დაუყოვნებლად უნდა მოსცილდეს ზედაპირს. რაც უფრო ნაკლებია ტკიპის დაყოვნება ადამიანის ან ჩვენ ზედაპირზე, მით უფრო ნაკლები არის შანსი დაავადების განვითარების. ანუ როგორც კი ტკიპს ვიპოვეთ, ანუ ეს თუ მოხდა დაახლოებით 36 მაქსიმუმ 72 საათის განმავლობაში, ბევრად ნაკლები არის დაავადების განვითარების რისკი. ამიტომ პირველი რაც უნდა გავაკეთოთ ოჯახის პირობებში, ან გარემოში სადაც ვართ, ეს არის ზედაპირიდან ტკიპის მოცილება, რომელსაც თავისი წესი აქვს და ეს ძალიან უსაფრთხოდ უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ ზოგ შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ ის ვინც აცლის თვითონ არ აღმოჩნდეს დაკვენილის მდგომარეობაში. ტესტირება ასე დაუყოვნებელი როგორც წესი უშედეგოა, იმიტომ რომ როგორც წესი შეიძლება მიღებული იყოს უარყოფითი შედეგი, ძალიან დამშვიდეთ და 1 კვირის მერე აღმოვაჩენთ, რომ რაღაცა კლინიკური ნიშნები წამოვიდა. მოცილებაზე გაგვახსენეთ რამდენიმე წესი, ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ ყოველ წელს ვახსენებთ საზოგადოებას. ხო, მოცილება ეს აუცილებლად არ უნდა მოხდეს შიშველი ხელით. ძალიან ოპტიმალურია თუ ამას გავაკეთებთ ხელთათმნით. და პინცეტია, ეს არის ყველაზე ოპტიმალური და ძალიან მარტივად ხდება ხოლმე მისი მოცილება პირდაპირ, აი პინცეტით, რომელიც ოჯახის პირობებში ხა ყველას გვაქვს, ძალიან მარტივად პირდაპირი მოძრაობით ხდება ხოლმე ამ ტკიპის ამოყვანა. ეს რაღაცა ძველი მეთოდები ზოგი ზეთს გამოიყენებს, ზოგი სპირტს ასე შემდეგ, ახლა არ გამოიყენება, არ არის ამისი საჭიროება. და აი ასეთი რაღაცა შეიარაღებული ხელით, ძირითადად ხელთათმით და პინცეტით ხდება ამ ტკიპის მოცილება. ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია, აი არის ხოლმე ხა ჩვენს თან ცოტა რთულად არის ეს პრობლემა საკითხი, თუმცა შეიძლება ტკიპის თვითონ გამოკვლევა რამდენად ინფიცირებულია, თუმცა ეს ძალიან ისეთი ცოტა მაღალ ტექნოლოგიური სპეციფიური კვლევა და როგორც წესი უმეტეს შემთხვევაში ეს არ ტარდება. ამიტომ რეალურად უნდა მოვაცილოთ და დაველოდოთ რამე კლინიკური ნიშანი თუ გამოვლინდა. როგორც წესი, უხშირესი კლინიკური ნიშანი, რომელიც ამ დროს ვლინდება, ეს არის ნაკბენის ირგვლივ სიწითლე. რომელიც როგორც წესი დაახლოებით 70-80% პაციენტებში არის გამოხატული, ლოკალიზდება ნაკბენის ირგვლივ, თუმცა შეიძლება სხეულის სხვა ადგილზეც იყოს გამოხატული, ესეთ რაღაც მაგას მიგრირებადი ერითემა ქვია და ამას ემატება, რომელთაც სხვა სიმპტომები ისეთი, როგორც არის ცხელება, ისეთი როგორც არის სახსრების ტკივილი, ოფლიანობა, ზოგადი სისუსტე. თუ ამ ნიშნებს შევინიშნავთ, დაუყოვნებლად უნდა მიმართოთ ექიმს, იმიტომ რომ დროული მკურნალობის შემთხვევაში აბსოლუტურად ისეთი კარგი პროგნოზია. გარდა ამისა, ერთი რეკომენდაცია არსებობს კიდევ, რომელიც უკვე გულისხმობს და რომელიც შედარებით ახალი რეკომენდაცია, რომელიც გულისხმობს დაკმენიდან 36 მაქსიმუმ 48-72 საათის განმავლობაში, თუმცა ოპტიმალურია 36 საათი, პროფილაქტიკური მედიკამენტოზური ერთჯერადი დოზის გამოყენებას, თუმცა ეს უნდა განსაზღვროს ექიმმა. ანუ ის პრაქტიკა, რომ ჩვენ აუცილებლად ნაკმენის შემდეგ ჩავატაროთ სრული კურსი ანტიბიოტიკოთერაპიის, მაშინ, როდესაც 99% შემთხვევაში შეიძლება ძალიან უსაფრთხო იყოს ამ ტკიპის კმენა, ეს არ არის რეკომენდირებული, არ გაიცემა ასეთი რეკომენდაცია და ჩვენ ამით კიდევ უფრო ხელს უწყობთ ამ ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის განვითარებას. მით უფრო რომ თვითონ პროცესის მიმდინარეობიდან გამომდინარე და მოვლენების ლოგიკიდან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში ეს სრულად დაუსაბუთებელი და
გაუმართლებელია. უკაცრავად გაგაწყობდი ძალიან ხანგრძლივი ინკუბაციური პერიოდი. აი ეს ანტიბიოტიკოთერაპია ხანგრძლივად გამოიყენება ამ შემთხვევაში. ეს არის მინიმუმ 2 კვირიდან 60 კვირამდე და ზოგჯერ მეტი და აი ესეთი ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპია ყოველი შემთხვევაში არის დაუშვებად გამოყენებული. ასეთი რეკომენდაცია მოკლედ არც ერთი მსოფლიო, ევროპული თუ ამერიკული გაიდლაინებით არ არსებობს. როდესაც თქვენ საუბარი დაიწყეთ, ახსენეთ, რომ არის რამდენიმე ძირითადი პრობლემა სეზონთან ასოცირებული, რომელთა შესახებ ჩვენ გვისაუბრია სხვადასხვა დროს, მაგრამ ერთ-ერთი არის სწორედ ამ სეზონთან მეტად დაკავშირებული პარაზიტული დაავადებები. არა იმიტომ, რომ პარაზიტული დაავადებები სხვა სეზონზე არ გვემართება, მე შესავალშიც ვახსენე ეს ფაქტი, უბრალოდ ზაფხული ოპტიმალური პერიოდია ზოგიერთი პარაზიტისთვის, რომელია ასეთი და რა უნდა იცოდეს ფართო საზოგადოება. აი ესეთი არის მაგალითად მეორე ნაკბენისმიერი ლეიშმანიძე, რომელიც ზუსტად ზაფხულის სეზონთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ მისი გადამტანი მწერიც სწორედ ამ პერიოდში არის აქტიური და ეს ძალიან ისეთი მძიმე დაავადება, რომელიც ძალიან დროულ მკურნალობას საჭიროებს. გარდა ამისა, ზაფხულის პერიოდთან ასოცირებული პარაზიტული დაავადებები უკვე უკავშირდება საკვებ პროდუქტებს. ეს არის რაღაცა საკვებთან ან წყალთან ასოცირებული დაავადებები, ნაწლავური ძირითადად ინფექციები, მაგალითად ისეთი როგორც არის ამებიაზი, ისეთი როგორც არის ლამბლიოზი და ასე შემდეგ, რომელიც უკავშირდება უკვე საკვებ პროდუქტში პარაზიტების არსებობას და ეს დაკავშირებული ამით, რომ ვიცით, რომ ცხელ პერიოდში იყო ეს ინფექციური აგენტები ძალიან ეს ცხელი პერიოდი კარგია მათი გამრავლებისთვის და როგორც წელი ძალიან მალე ხდება საკვები პროდუქტების გაბუჭება და მათ განსაკუთრებული მოვლა და შენახვის პირობები ჭირდება ზაფხულის პერიოდში და აქაც ზუსტად იგივე რეკომენდაცია გაიცემა, რომ ჩვენ ეს მალფუჭებადი კრემიანი და ასე შემდეგ პროდუქტები ზაფხულის პერიოდში მინიმალურად შევამციროთ მათი გამოყენება და ზუსტად იყოს დაცული მათი შენახვის თუ მომზადების პირობები, ხო? ასევე არის მომატებული ის დაავადებები, რომელიც ისევე საკვებისმიერია და უკავშირდება მაგალითად მწვანილის ინტენსიურ გამოყენებას, იმიტომ რომ ვიცით, რომ ზაფხულის პერიოდში ძალიან ინტენსიურია ეს ამ მწვანილის გამოყენება და ამ პერიოდში ყოველთვის იმატებს აი მაგალითად ფასციოლოზის შემთხვევები, რომლებიც ამ პერიოდში ძალიან მკვეთრად არის მომატებული. არასათანადო ჰიგიენის პირობებში. ეს არის ერთად დაკავშირებული იმასთან, რომ ჩვენ კარგად არ ვამუშავებთ ტექნოლოგიურად იგივე მწვანილს ან კარგად არ გავრეცხავთ მას და შესაბამისად ასეთი დაინფიცირებული მწვანილით შეიძლება ადამიანს ეს დაავადება დაემართოს. გარდა ამისა არის ასევე საკვებისმიერი ინფექცია, რომელიც იმატებს ზაფხულის პერიოდში, ეს არის მაგალითად ბრუცელოზი, რომელიც უკვე ასოცირებულია რძის და რძის პროდუქტების განსაკუთრებული ახალი ყველის გამოყენებასთან და ასევე თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ხორცის და ხორცის პროდუქტის გამოყენებასთან. თქვენ მიერ დასახელებული პრობლემების შემთხვევაში შეგვიძლია რამდენიმე ზოგადი ნიშანი გამოვყოთ, რომელსაც უნდა მიაქციოს ოჯახმა ყურადღება, ასაკის მიუხედავად და რჩევისთვის მიმართოს ექიმს. ამ შემთხვევაში ხა მწერის მიერ ტკიპის მოცელებასთან დაკავშირებით უკვე ვისაუბრეთ, გარდა ამისა არსებობს პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც უკვე ითვალისწინებს, რომ მწერებისგან დაცვას, რომ ნაკლებად ვიყო დაკბენილი, ეს არის მაგალითად, რომ აუცილებლად ბუნებაში გვეცვას, სხეული იყოს მაქსიმალურად დაფარული და აუცილებლად გვეცვას გრძელმკლავიანი მაისურები და გრძელტოტიანი შავლები და ეს შავლები აუცილებლად ჩატანებული უნდა იყოს წინდაში. გარდა ამისა, ბუნებაში გასვლის წინ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ რეპელენტები, ეს არის სპეციალური ნივთიერებები, რომლებიც აფრთხობს მწერებს და ნაკლებად ვიყოთ დაკბენილები. გარდა ამისა, როდის ჩვენ გავდივართ პიკნიკზე, ის საკვები პროდუქტები, რომლებიც ჩვენ მიგვაქვს, უნდა იყოს დახურულ კონტეინერებში და არ უნდა დავტოვოთ ღიად ბუნებაში და თუ დაკბენა მოხდა, მიმართოთ დროულად ექიმს, რომ პროფილაქტიკური მკურნალობა ჩავიტაროთ და შესაბამისად, რაღაცა დინამიური კონტროლის ქვეშ იყოს ეს ჩვენი ნაკბენი. რაც შეეხება საკვებ პროდუქტებს და საკვებ პროდუქტების მიღებასთან დაკავშირებულ პრევენციულ ღონისძიებებს, ეს გულისხმობს, რომ თერმულად დავამუშაოთ საკვები სწორად, არ დავაკლოთ მოხარშვა, არ დავაკლოთ შეწვამ საკვებ პროდუქტებს, ნაკლებად გამოვიყენოთ ესეთი ქუჩაში შეძენილი რძის პროდუქტები, იმიტომ რომ რძის პროდუქტები მინიმუმ პასტერილიზირებული უნდა იყოს, რომ გახდეს უსაფრთხო. ამ შემთხვევაში ესეთი ახალი ჭყინტიყველი შედარებით უფრო სახიფათო პროდუქტია, რომელიც
რომელიც ოჯახის პირობებში არის მომზადებული და არ არის დაცული დაუშვათ მისი მომზადების ტექნოლოგია. გარდა ამისა, რომ მწვანილი მაქსიმალურად უნდა იყოს კარგად გარეცხილი, ნუ შესაბამისად ამ ხორცს და მწვანილს სჭირდება სხვადასხვა დაფა დამუშავებისას და მწვანილს სჭირდება შესაბამისად თუ უმს ვიყენებთ უმის სახით, მას კიდევ უფრო კარგი გარეცხვა და მომზადება უნდა, თუ ვიყენებთ თერმულად დამუშავებს, ზოგადად დუღილის პროცესი მინიმუმამდე დაყავს საფრთხე გამოწვეული ან პარაზიტული და ინფექციური დაავადებებით და კიდევ ერთი საფრთხე, რომელიც შედარებით შეიძლება თავიდან ავიცილოთ, ეს არის მოგზაურობის სწორი დაგეგმა, იმიტომ რომ მოგზაურობის პროცესები ძალიან ინტენსიურია ზაფხულის პერიოდში და იქაც შესაბამისი რეკომენდაცია იმის მიხედვით, რომელ ქვეყანაში მივდივართ, არის სავალდებულო ვაქცინაცია ან რაღაცა გარკვეული პრევენციული ღონისძიებები მანდელს. ძალიან დიდი მადლობა ირმა ჩვენთან დღევანდელი სტუმრობისთვის, მრავალწლიანი მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის, რაც მთავარია იმ შესაძლებლობისთვის, რასაც ქვია დარგობრივი გამოცდილების და ცოდნის გაზიარება, მე ვფიქრობ, ზაფხულში ძალიან აქტუალურია ყველა ის თემა, რაზედაც თქვენ ისაუბრეთ. შესაბამისად, მე იმეც ვიტოვებ, რომ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ამ პრობლემების თავიდან აცილებას ემსახურება, უფრო აქტუალური აღმოჩნდება. მაყურებელს შევახსენებ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, ექიმი პარაზიტოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი ქალბატონი ირმა კოკაია. მე არ გემშვიდობებით, წინ კვებით შუქნიშანი გველოდება. შეგვიძლია თუ არა მართოთ პარაზიტული დაავადებების რისკი კვების მიხედვით და კვების მეშვეობით. რა თქმა უნდა, თუ ჩვენ ავიცილებთ თავიდან ყველა იმ დაავადებას, რომელიც საკვების გზით პარაზიტების მოხვედრას უზრუნველყოფს ჩვენს ორგანიზმში. მაგრამ როდესაც ჩვენ საუბრობთ დამკვიდრებულ საზოგადოებაში დიდი ხნის განმავლობაში ცნობილ კვების მოდელებზე, როგორ შეიძლება ვუმკურნალოთ და დავძლიოთ პარაზიტული დაავადებები, ასეთ შემთხვევაში ჩვენ გაგახსენებთ გადაცემებს, სადაც დეტალურად განვიხილეთ მსგავსი სტერეოტიპული წარმოდგენები და დღეს ამ თემაზე საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ, თუმცა აუცილებლად გეტყვით. გეტყვით, რომ საზოგადოების დამოკიდებულება არის განსხვავებული. ერთნი თვლიან, რომ თუ მაგალითად საკვებით მოწამვლა გქონდა, პარაზიტული დაავადება გადავიტანეთ, რომ საკვების არასდროს არ უნდა იყოს ჩვენთვის თამამი არჩევანი, რომ კვების მოდელი არ უნდა გავაფართოვოთ და ხანგრძლივად უნდა დავრჩეთ შეზღუდულ კვებაზე. ან არის მეორე უკიდურესობა, როდესაც პრობლემის ჩათავებისთანავე, დასრულებისთანავე უკიდურეს გაფართოებას გულისხმობს კვების მოდელში. რასაკვირველია, არც ერთი მსგავსი მიდგომა ადამიანის ორგანიზმისთვის კომფორტული არ არის და არც სიამოვნებას უკავშირდება. ამიტომ ყველაზე სწორი არის გათვალისწინება იმისა, თუ რა იცვლება ჩვენს ორგანიზმში, მაგალითად მსგავსი მდგომარეობების გადატანის შემდეგ. როდესაც ორგანიზმი ცდილობს აღიდგინოს თავისი რესურსები, როდესაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ცდილობს დაუბრუნდეს თავის წონასწორობას, მას სჭირდება ისეთი კვება, სადაც არ არის გათვალისწინებული პროცესირებული პროდუქტები. დიახ, პროცესირებული პროდუქტები შეიძლება იყოს ის რისკი, რომელიც კიდევ უფრო გაახანგრძლივებს გამოჯანმრთელებას. პროცესირებული არის ის პროდუქტები, რომელიც ანთებას უწყობს ხელს და ყველა პროცესირებული პროდუქტი ქმნის იმის წინაპირობას, რომ დაავადება კიდევ უფრო მეტად გამწვავდეს ან გაღრმავდეს. ამიტომ უნივერსალური რეკომენდაცია შეიძლება აღმოჩნდეს ბევრი ადამიანისთვის თავის შევიკავოთ სწორედ უკიდურესად დამუშავებული პროდუქტებისგან, კერძებისგან და ისეთი პროდუქტებისგან, რომელიც არა ნედლი, არამედ ნედლი მოხმარებისთვის კი არ არის გათვლილი, არამედ ხანგრძლივი შენახვისთვის არის ნაგულისხმები. ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვიბიძგებს მივიღოთ სიამოვნება და ცუდი გუნებ განწყობის დასაძლევად აგვადგება ხოლმე მაგალითად ტკბილეული, მაგრამ ამ პროდუქტების გამოყენება შეიძლება იყოს საყურადღებო და სახიფათოც კი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, სადაც ანთება მიმდინარეობდა.
დიახ, ტკბილეული არ არის ყოველთვის კარგი არჩევანი და ხშირ შემთხვევაში ტკბილეულით დატვირთვა, იმიტომ რომ გამოვიდეთ აი ამ წავებ მდგომარეობიდან არ იქნება კარგი არჩევანი. რომელი ასაკისაც არ უნდა იყოს ადამიანი და როგორიც სტუნებაც არ უნდა გქონდეს სწორედ ტკბილეულით დავძლიოთ ჩვენი უსიამოვნო განცდები. სად არის აქ გამოსავალი? მეცნიერებამ დაადგინა, რომ არსებობს კვების მოდელი, რომელსაც ქვია ანთების საწინააღმდეგო და ამ მოდელს შეუძლია ძალიან კეთილი სამსახური გაგვიწიოს ჩვენ. უკიდურესად დაგვეხმაროს რთულ სიტუაციაში და ბევრი პრობლემა აგვარიდოს კიდეც თავიდან. ანთების საწინააღმდეგო პროდუქტების გამოყენება ძალიან ბევრი დაავადების, გადავადების, ძალიან ბევრი პროცესის გადავადების წინაპირობას ქმნის, მათ შორის და ბერებისაც. და ამ ჩამონათვალში ხვდება პომიდორიც, მწვანეფოთლოვანი მცენარეებიც, ციტრუსებიც, თხილეულიც, თევზიც და სხვა. ამ პროდუქტებზე საუბარი ჩვენ შორს წაგვიყვანს და არაერთხელ გვითქვამს მათ შესახებ, თუმცა ანთების საწინააღმდეგო კვების მოდელი არის გამოჯანმრთელების ფაზაში ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი. ისევე როგორც ზოგადად დაბალანსებული კვება, როდესაც ჩვენ ნელ-ნელა კვებაში შემოგვაქვს ყველა ჯგუფის პროდუქტი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორედ თეფსზე აღწერილი პროდუქტების თანაფარდობა, როდესაც უბრალოდ დაბალანსებაზე და წონასწორობაზე კი არ ვსაუბრობთ, არამედ ვხედავთ ჩვენს დღიურ რაციონს, სადაც ხუთი ჯგუფის, ხუთი ფერის პროდუქტი თავს იყრის ჩვენთვის ოპტიმალური თანაფარდობით ჩვენი ორგანიზმის უკეთესი აღდგენისთვის. ეს იყო დღევანდელი ჩვენი რეკომენდაციები, მე გემშვიდობებით ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.